გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ბაჭო რამიშვილი ვარ, ეს ჩემი YouTube გადაცემაა. მივესალმები მეტი მოტივაციის მაყურებელს, დღეს ვიმყოფებით ქალაქ ხაშურში, ხაშურის ივერიის სტადიონზე, სადაც შევხვდებით როგორც ახალგაზრდა თაობის წვრთნელების შტაბს, ასევე რა თქმა უნდა ხაშურის ივერიის ოფიციალურ გუნდის ხელმძღვანელობასაც და რა თქმა უნდა წლების განმავლობაში ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და ჩვენი გენერალური სპონსორი მეტიპლიუჩ ჯგუფი არის ერთ-ერთი მხარდამჭერი ხაშურის ნორჩი, ხაშურის ივერიის გუნდის და რა თქმა უნდა ფორმატ შეიკერა იმისთვის რომ ამ გუნდს რა თქმა უნდა უფრო მეტი წარმატება ჰქონდეს მომავალში და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ესეთი მიდგომები, რაც უფრო მეტ კარგ ამით ქმნის როგორც ახალგაზრდა თაობისთვის, ასევე ზოგადად ამოტივირებს იმ თაობებს, რომელი თაობების ნელ-ნელა მერე შემდგომში ისევ ჩვენ ქვეყანას ხმარდება, ესე რომ მეტი მოტივაცია ჩართულია მოტივირებულ ამბავში და დღეს ვიმყოფებით ქალაქ ხაშურში, ესე რომ გამოყვებით და რა თქმა უნდა გაეცნობით ხაშურის ივერიის სამოვლო პერსპექტივებს. რამდენი ხანია, ბაჭი? კარგად. აი ხო ხედავ ისე უძღვები საქმეს. ფანტასტიკურად გამოიყურებით. ცოტა ფორმაში არ ვარ ახლა რა შევი ხო? კარგად. კი. შეუცვლელად ხარ მოკლედ რა გინდა. ესე ვარ ისევ სტადიონზე, ისევ ვარჯიში, ისევ შევამოწმე. და ესენი ახლა ჩემი ახალ თაობას ესე იგი? კი, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი, ძალიან მაგარი. და ჩემი საქმე ეგ არის. ძალიან მაგარი. მომეწონა კაი სტადიონი, ძალიან კაი სიტუაცია. კი. და ჩემი პატარა. აჰა, ძალიან ამ ხელა ვიყავი, გახსოვს შეთან რო დავდიოდი. კი, კაცო, ბაჭი არის ზუსტად ზედ გადაჭერილი. აი, შენი მამიკოს მასწავლებელი ვიყავი მე. იქა ტანსაცმელის გისველდებოდათ, რაც ვთქვათ, გამოსაცვლელიც არ გქონდათ, აი ესე რომ ვთქვათ, ხო, ვითიც მოდიოდით, იმით უნდა წასულიყავი ფაქტიურად ის ტალახიანი, ვეღარ გამოიწვიეთ, იმიტომ ისიც გისველდებოდა. ხო, მაგრამ მაშინ სხვა მუღამი იყო. არა, სხვა, არჩის არას დედით ახლა, ხო, მასწავლე, ტალახი იყო ყველა, მე ხო წებოდით და მას რა, მე რო ვიტყოდი, აი თქვა, დღეს არ ვივარჯიშოთ, ხო? წყლები დგას, რას ლაპარაკობ, ვინა, თვალებს დამხტი. არა, რა საუბარი. აი ეს გახსოვს გაკვეთილი რო გავასწინე და დედაჩემა რომ მოვარჯიშე. როგორ არ მახსოვს. ძალიან გამეხარდა ნახვა მოკლედ თქვენი რა. მე პირადად მადლობას გიხდი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი უცნიერი საქმეა თავისთავად. მეტი შებერონ და მეც გავაკეთებ. ოცნებების ასულების დროა მე მჯერა შევძლებ ყველაფერს მოინდომე ყველაფერი მოვა როგორ ხარ? კარგად. ეს ჩემი ბიჭია, ხო? როგორ აგას? შენ ბავშვობა. აბა გილოცავთ, ესე იგი ვუბერავთ, ხო? ო, რა მადლობა მიცე. მაგარია, ძალიან მაგარია რა, ძალიან მაგარია. ო, კაია. საჩვენი მიგით ავიწიოთ ზევით ვაფშე. ხოც ხელი ამარ მომტეხა. ჩამოსული ვარ დინამოში თამაშობდი, მაშინ ჩამოვედი ვარჯიშზე. პირველ თამაში მოვიგეთ, გახსოვს? მაშინ თავით შევაგდე ის თამაში მახსოვს და მე მეორე ვარჯიშზე ეს ხო ცხოველი იყო, ბიჭო დამეჯახა ძმაო და მე მეგონა თამაზი თუ იმაზე. და ხავს რა ეგონა, იცი რომ ხელი ვიღრდე და იქ ჭისყალს მასხავდნენ ცივს. ზური, აბა მოგვიყევი რა ხდება ხაშურში რა სიტუაცია გვაქვს და ნუ წინსვლები გვაქვს. მადლობა ღმერთს რომ რაღაცა შედეგები არის. ნუ პირველ ადგილზეა გუნდი, მეოთხე ლიგაში. შარშან მოგეხსენებათ, მეხუთედან მეოთხეში ამოვედით და 4 ტურია დარჩენილი. პირველ ადგილზე ვართ. მეოთხე ადგილოსან, ანუ 3 გუნდი გადადის მესამე ლიგაში და მეოთხე ადგილოსან სკურის წალენჯიხის სკურს ვასწრებთ 8 ქულით. ანუ 4 თამაში 4 ქულა გვინდა და უკვე მესამე ლიგის საგზურს ოფიციალურად გავინახდეთ რა. ხაშური არის ერთ-ერთი საფეხბურთო ქალაქი, სადაც ბავშვობიდან მახსოვს სავსე სტადიონები, სავსე ატმოსფერო და იმედი მაქვს ხაშური მივა იმ კონდენციამდე, რასაც იმსახურებს და სადაც უნდა იყოს, ალბათ. კი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს შრომა მომავალში გადაიზრდება უფრო კიდე მაღალ ლიგებში გადასვლაში. ნელ-ნელა ესე ეტაპობრივად განვითარებით მივალთ იმ ზომამდე, რომ ხაშურის ივერია დაბრუნდება უმაღლეს ლიგაში. მოინდომე ყველაფერი მოვა შენ მე და ჩვენ ოცნებების ასულების დროა მე მჯერა შევძლებ ყველაფერი. აბა მაგრამ თორე ვისამართეთ, ჰა? შემოგეოლე. აბა წარმატებები ბიჭებო. სანერვილი არაფერი არ გვაქვს 4-0 ვიგებთ, ამიტომ
არ გინდა თუ აზრობ, დაუშვი დაბლად, რაც შეიძლება ერთი ხრიდან მეორე ხაზი შეცვალ და რაც შეიძლება პასე. და ერთმანეთს დაუძახებ, პასი რომ მიეცი, რომ მოვიდა კაცი დაუძახე და როცა თავისუფალი მარტო ხარ, რომ თავისუფლად მიიღოს ბურთი და ისევ გაცეს ის თავისუფლად ის პასი. ლევან, მოგვიყევი რა ხდება ბავშვთა ფეხბურთში ქალაქ ხაშურში. ბავშვთა ფეხბურთში ძალიან მოთხოვნა არის, ასი ბავშვი ყავს და აი ყავს ჯგუფებად დაყოფილი და ერთი მოედანი გვაქვს, ერთი ეგ არის, რომ ცოტა ვარჯიშების პრობლემა არის, თორე თაობა, კარგი თაობა მოდის. ლომიძე ყავს კიდე გიორგი დინამოშიც, ნაკრებშიც არის, პერსპექტიული ბიჭია. და ეს პატარა რაიონი კარგად მუშაობს და შედეგებიც გვაქვს. კარგად მუშაობთ ესე იგი. კი. ფედავ მეტიკლიუს ჯგუფის მაისურები დასაკეთეს. პირველი შეხედა ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ ბიჭებაც დღეს ბევრი შრომა მაჩადეს და შედეგიც არის ახალ ფორმას დააბედეს პირველი მოგება. კარული ვარ თქვენი. გვერდზე დაგვიდექით ყველანაირად და ასეთ საჩუქარი გავუკეთეთ ბავშვებს. არ აღწმენია ლევან, კიდე ბევრი რამე იქნება, კიდე ბევრი მხარდაჭერა იქნება და რა ვიცი, მოუწოდებ ყველას, ვინც უყურებს ამ გადაცემას, რომ ქართულ ფეხბურთში რაც შეიძლება, თითო მცირე აგური რომ დაიდოს, მერე შემდგომში ჩვენ ამას რაღაც გარკვეული წლების მერე მივიღებთ უკეთეს ფეხბურთს. ამ იქნებს სპონსორი გამოჩნდეს, რომ ავიწიოთ და უმაღლეს ლიგაშიც მივახციოთ იმ შედეგს და ვითამაშოთ უმაღლეს ლიგაში. აბა წარმატებები. ჩვენ ვიყავით სხვადასხვა გუნდელები, რო იცოდე და ერთად თამაშობდით ფეხბურთს. სხვადასხვა კარგი ფეხბურთი ითამაშა ბაჩემაც, დინამოში გადავიდა, იქაც მოგვიწია ერთი მეორესთან თამაში და კარგი თამაში მოგვიწია. კი ვერ გავუწიეთ წინააღმდეგობა, მაგრამ რაც შეგვეძლო ვეთამაშეთ. ფეხბურთი მსოფლიოს საერთიანია. ოცნებების ასრულების დროა მე მჯერა შევძლებ ყველაფერს მოინდომე ყველაფერი მოვა შენ მე და ჩვენ სიტუაცია. აი ჩვენ დაუწერეთ მამიკო. ეს ფორმები გავუკეთეთ ბავშვებს. მოინდომე ყველაფერი მოვა შენ მე და ჩვენ